რა კი ის პოლიტიკოსი არ არის იგი ვერ ხვდება იმას რომ არ შეიძლება იყოს საფრანგეთის პოზიციის ლობისტი საქართველოში და იგი არ შეიძლება იყოს ევროპის ლობისტი საქართველოში შენი ქვეყნის პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ვინმეს ლობისტი არა ბატონო მან მეორე ნაწილია კიდე საქართველოს პრეზიდენტს ყავს თავისი პრეზიდენტი დიახ საფრანგეთის პრეზიდენტი არის საქართველოს პრეზიდენტი ფაქტია მე ვარ მიგონებ ჩვენ დაუშვით ეხლა ნახეთ საფრანგეთი გერმანია რატო მარტო საფრანგეთი ახლა ნახეთ გერმანიის მოქალაქე არ არის ის ტრაგიკული სურათი როცა მიშელი იმ ყუთში აქ ორი ელჩი პრეზიდენტი და რამდენიმე ისტუკანი რუსულ კაი სიტყვას გამოვიღე ისტუკანი რომელსაც არაფერი შეხება პოლიტიკასთან არ აქვს, არიან თოჯინები, მივიდნენ და სულელურ დოკუმენტს, რომელიც პოლიტიკის სუნიც კი არ უდევს, არის მითითება გარკვეული ინტერესისა, რომელსაც მიშელმა უბრალოდ ორგანიზაცია გაუკეთა და ეს ისტუკანები მივიდნენ და ხელი მოაწერეს და თქვენს რომ ჩვენ სულ ფეხებზე ვყიდია ეს საქართველო, ჩვენ ყავს უფროსები ჩვენ გავაკეთებთ იმას, რასაც დაგვალვანეთ და ჩვენ უყურებთ ამას და ჩვენ ველოდებით, რომ პარლამენტი რაღაცას გააკეთებს, პარლამენტი ნომინალურ ორგანიზაციად აქციებს მისმა არაპოლიტიკოსმა ლიდერებმა, თქვენ უმრავლესობაში, სწორად ვამბობ, ვერ დამისახელებთ პოლიტიკოს, ეს სხვა აზროვნება. პოლიტიკოსი ამბიციით უნდა იყოს შეპყრობილი საკუთარი სახელმწიფო წასწიო, რაღაცა წასწიო წინ უკეთესობის თემა უნდა ეჭიროს. თემა უნდა გეჭიროს და პოზიცია უნდა გეჭიროს, რომ წინ მიდიოდე. თუ მოკლავენ საჯარო პირმა ის თუ არ იცი შენ ბლოკნოტში ხელი არა გაქვს მოწერილი, რომ ამას შეიძლება მოკლა ამ იდეისთვის, მაშინ რა გინდა საჯარო სფეროში? გამიგეთ არა? იდეა არა შენ ახლა ასაკითხად სამოფ ეს არის ფაქტიურად რეფორმირება მთლიანად პოლიტიკურ მე ვამბობ ძალიან მარტივ რამეს ჩვენი ძალაუფლების სტრუქტურა მახინჯის სტრუქტურა შესაძლებელია აბსოლუტურად გასატარებელია სახელმწიფო სანამ დრო გვაქვს სანამ ჩვენ შეგვიძლია საქართველოს სახელმწიფო მე ყველაფერი არის მოცემულობა შეერთებული შტატები არ არის საქართველოს უფროსი, რუსეთი არ არის საქართველოს უფროსი. ყველას აქვს ინტერესი. არც თურქეთი, არც ირანი, არც ჩინეთი, მაგრამ ყველანი არის მოთამაშეები, ყველას აქვს ინტერესები. ქართველებმა ვერაფრით ვერ გაიგეს რუსეთს რა უნდა კავკასიაში დურაკული ფრაზეოლოგიის დონეზე. ამერიკელებს რა უნდათ საქართველოში ვერ გაუგიათ, თურქებს რა უნდათ